საუდის არაბეთის დედაქალაქ რიადში ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო სააგენტო ტასი და ტელეარხი ალ-არაბია ავრცელებენ. სააგენტო როიტერი თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ მოლაპარაკებების მიზანი შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტა. ტასის ცნობით რუსეთის მხრიდან რიადში მოლაპარაკების მაგიდასთან რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინი, უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორის მრჩეველი სერგეი ბესედა არიან, ხოლო ამერიკულ დელეგაციას შეერთებულ შტატებს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალ ჩინოსანი მაიკლ ენტონი, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლის მაიკ უოლცის და უკრაინისა და რუსეთის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის კიტ კელოგის თანაშემწეები წარმოადგენენ. მანამდე 23 მარტს საუდის არაბეთის დედაქალაქში შეხვედრა შეერთებულ შტატებსა და უკრაინის მხარეს შორის გაიმართა. მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ კიევის დელეგაციის ხელმძღვანელმა თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საუბარი საკვანძო საკითხებს შეეხო, მათ შორის ენერგეტიკის სფეროს. უკრაინის დელეგაცია დღესაც საუდის არაბეთშია. უკრაინასა და რუსეთს შორის ომის შეწყვეტის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის პირველი შეხვედრა 18 თებერვალს გაიმართა. 11 მარტს მომდევნო შეხვედრა ამერიკულ მხარეს უკრაინის დელეგაციასთან ჰქონდა. მოლაპარაკებების შედეგად უკრაინული მხარე უპირობოდ დათანხმდა შტატების წინადადებას 30 დღის განმავლობაში ფრონტის ხაზზე ცეცხლის სრულად შეწყვეტის შესახებ. მიუხედავად უკრაინის თანხმობისა, 18 მარტს დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ გაირკვა, რომ ცეცხლის სრულად შეწყვეტას რუსეთი მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდებოდა, თუ შტატები უკრაინას სამხედრო დახმარებას შეუწყვეტდა. საუბრის დასრულების შემდეგ მასახლმა ოფიციალურად დაწერა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინასა და რუსეთს შორის ენერგეტიკულ ობიექტებსა და შავი ზღვის აკვატორიაში საომარი მოქმედებების 30 დღით შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. მიუხედავად ამ განცხადებისა, 19 მარტის ღამეს რუსეთმა რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით უკრაინაზე მორიგი იერიში მიიტანა.